მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მოდით ახლა მოვამზადოთ უგემრიელესი ქათმის სალატი. ამისთვის დაგვრჩება მოხარშული ქათმის ფილე, ასევე დაგვრჩება ბულგარული კიტრი, კამა, მწვანე ხახვი და ეს ყველაფერი დაგვრჩება მაიონეზის მოსამზადებლად. მაიონეზს ყოველთვის ვამზადებ სახლში. ეხლა ჩვენი მოხარშული ქათმის ფილე კარგად ავწეწოთ. შეგიძლიათ აწეწოთ ხელით, როგორც მე ვაკეთებ, ან შეგიძლიათ გამოიყენოთ მიქსერი. მიქსერით გამოდის ბევრად სწრაფად, უბრალოდ მე დღეს არ მეჩქარება და ამიტომ გავაკეთებ ხელით. ქათმის ფილეს ხარშავ მარილიან წყალში, აუცილებლად და ამავე წყალში ვაციებ. აი ესე ავწეთეთ ჩვენი ქათმის ფილე. ეხლა დავჭროთ ბოსტნეული. ჯერ დავჭროთ წვანილები. მე მაქვს მწვანე ხახვი და კამა, ასევე ძალიან უხდება ცოტა ქინძი, ძალიან გემრიელ გემოს აძლევს. უბრალოდ ქინძი არა მაქვს და ესეთ არ ძალიან წვრილად ნორმალურ ზომებად დავჭრე ჩვენს წვანილს და გადავიტან ჩვენს ფილესთან. ეხლა დავჭროთ ბულგარული. ბულგარულსაც დავჭრე საშუალო ზომებად, არ ძალიან წვრილად, არ ძალიან მსხვილად, ნორმალურად. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ფერადი ბულგარულიც, უფრო ლამაზი გამავა სალათა. ამ შემთხვევაში მე მაქვს მხოლოდ წითელი ბულგარული. დამეჯერეთ ძალიან გემრიელი გამოდის, ძალიან ნოყიერია და სუფრაზე ყოველთვის პირველი ეს სალათა იჭმევა. ჩვენ ოჯახში ერთ-ერთი ფავორიტი სალათა. ბულგარულიც დავჭერი და ეხლა გავხეხოთ კიტრი. მე კიტრს გავხეხავ დიდ სახეხზე. აი ამ ზომაზე. ეცადეთ კიტრი აარჩიოთ ცოტა მშრალი, რო არ იყოს ძალიან წვნიანი, რადგან სალათაში წვენი ნამდვილად არ გვჭირდება. ჩემი კიტრი იყო ძალიან წვნიანი და ამიტომ ეხლა კარგად გავწურავ. ზედმეტი წვენი ნამდვილად არ მოუხდება ჩვენ სალატს. ეხლა ესე კარგად უნდა გავწუროთ კიტრი. და ამ ყველაფერს გადავიტან ფილესთან ერთად. ნახეთ რამდენი წყალი გავუვიდა ჩემ კიტრს. ეხლა გადავიტანოთ ბულგარულით და მოვამზადოთ მაიონეზი. მაიონეზისთვის დაგვრჩება კვერცხი, ლიმონი, დოგვი, ზეთი და მარილი შაქარი. ოღონდ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, აუცილებლად კვერცხი და ზეთი უნდა იყოს ერთი ტემპერატურის. შეიძლება სხვა ინგრედიენტები არ გქონდეთ ერთნაირი ტემპერატურის ყველაფერი, უბრალოდ კვერცხი და ზეთი აუცილებლად უნდა იყოს ერთნაირი ტემპერატურის, თორე თქვენი მაიონეზი არ გამოვაიჭრება. მე ამ შემთხვევაში კვერცხი და ზეთი მაქვს ოთახის ტემპერატურის, მხოლოდ ლიმონი და დოგვი მაქვს მაცივრიდან. ეხლა ჩვენ კვერცხს ვამატებ მარილს და შაქარს, ასევე დავამატებ ზეთს. მე ვაკეთებ ზეითუნის ზეთით და შეგიძლიათ ჩვეულებრივი ზეთი გავუკეთოთ. და ეს მასა კარგად რო გაითქვიფება და უკვე მაიონეზი რო გამოვა, მერე დავუმატებ ლიმონს და მდოგვს, რადგან არის ცივი. აი ესე კარგად თავიდან უნდა დააწვეთ კვერცხის გულებს და ნელ-ნელა ამოწიოთ მერე ბლენდერი ზემოთ. ჩემთან სამივე კვერცხის გული არ ჩაიდია ბლენდერში ერთად. აი ნახეთ, აი ესე ნელ-ნელა ამომაქვს ზემოთ ბლენდერი.
და ჩვენი მაიონეზიც მზად არის. ეხლა ამ ეტაპზე უკვე შემიძლია დავუმატოთ ცივი მტოგვი და ცივი ლიმონი. შეგიძლიათ ასევე დავუმატოთ ლიმონი თუ არა გაქვთ ვაშლის ძმარი. მე მდოგვი მაქვს სუბუქად მწარე, არ არის ძალიან მწარე, ამიტომ უშვები ბლომად. თქვენ ზუსტ აღწერილობას დაგიტოვებთ ვიდეოს ქვემოთ. და ეხლა თავიდან კიდე ყველაფერს კარგად დავაბლენდერებ. სახში მომზადებული მაიონეზი სულ სხვანაირად გემრიელია. თან ვიცით, რისგან გავაკეთეთ და როგორ გავაკეთეთ, არანაირი კონსერვატები არ შეიცავს. ეხლა გადავიტანოთ პილპილი გემოვნებით, რა თქმა უნდა, და ჩვენი მომზადებული მაიონეზი. და ყველაფერი კარგად აურიოთ. დამიჯერეთ საოცრად გემრიელი გამოდის სახში მომზადებული მაიონეზით. ეხლა ყველაფერს კარგად აურევ და დავასერვირებ. ჩვენი სალათი მზად არის. აი ესეთი საოცარი სალათი გამოვიდა. დამიჯერეთ, მოგეწონებათ, მოამზადეთ. გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ და მოვალ შეხვედრამდე.